ძვირფასო ტელემაყურებლებ ბრუნდებით რეკლამიდან და მინდა მივესალმოთ ჩვენი განცემის სტუმარი სპორტის დიდი ქომაგი, იუმორისტი, სცენარისტი, რა ვიცი, ძალიან კარგი ადამიანი, ბატონი გოჩა თანდარაშვილი, ბატონი გოჩა. იცი, შეიძლება ხუჭუჭა თმები რო ქონდა აღარ ახსოვდეთ ისეთი, როგორიც ადრე იყავი გოჩა. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. დღეს დედაჩემა დადო სტორი, სხვათა შორის ხუჭუჭად მებით რომ ვარ უნივერსიტეტის ბაღთან გადაღებული. მე და ხარება. თან მაგრა დააწერა, ხარება თანდარა. დედაჩემ თანდარა დამაწერა. როგორ ეს ის წინა ხუჭუჭად მე ვიყო. ხო, შენი სავიზიტო ის იყო. ხო. ვარ რა ჭკვიანად რა ვიცი აი ამ რომ ტრიალში ჩართული ცალკე საფეხბურთო ცალკე საფეხბურთზე გვინდა რომ ვისაუბროთ იმიტომ რომ მე და შენ არა გვაქვს ახლა კაი დღეები არ გვიდგას მაგითო მოვედი შავებით ვიფიქრე რომ მე არ მიყვარს შავები რა ზოგადად რა არ მიყვარს შავები როაც ვიათ ხოლმე მაგრამ საფრანგეთი ხა მეთქი შორტებით მაინც ისეთი ფეხებიც არა მაქვს ახლა რომ გამოჩნდეს და მეთქი ზემოდან მაინც რაღაცა ისეთ სფერას ჩავისვა თქო მაგრამ მე გამახსენდა რომ შენს გავარდით ჩვენ ძალიან სუდად გავარდით ფრანგები ძალიან სუდად გავარდით ინგლისს რო კარგად ითამაშა მაგრამ მაინც ბოლომდე კარგად რა ითა მაგას ისე ფრანგების გავარდა მერჩივნა მაგრამ იცი რა არის თავს ისე ვიმშვიდებ რომ მე ადგილის მოგებას შეიძლება უფრო დიდი სიამოვნება მოგვანიჭოს ადამიანს. რა თქმა უნდა. ვიდრე მეორე ადგილზე გასული. რა თქმა უნდა. ან გინდა მსოფლიო ჩემპიონობას, კაცო. აი, მაგათ მსოფლიო მესამე ადგილი, მესამე. ხო, ისე შენ როგორ შეაფასებდი ამ მსოფლიო ჩემპიონატს? მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ამის ძალიან კარგი ჩემპიონატი გამოვიდა რა. კარგი იყო, კარგი. კი, არა, მართლა ძალიან კარგი ჩემპიონატი არის. ნუ ერთადერთი ჩვენთვის ცუდი ის არის, რომ აი შუაღამეს ხო, ნუ ეს გაღამე მაგხრივ ცოტა ისე არეულდარეულები ვართ ადამიანები, ვინც უყურებდით ხოლმე ღამე თამაშებს, მაგრამ თვითონ ჩემპიონი რა მე მივესალმები იმას, რომ ბევრი გუნდიც არის. უბრალოდ მგონია, რომ ევროპიდან უნდა იყოს ცოტა უფრო მეტი გუნდი, ვთქვათ, ვიდრე ხო რაღაც სამხრეთ ამერიკიდან. ხო. მაგას ჩალი. ჩვენ და საწყალ იტალიელებს. საწყლები ეგა. ბეჭავ იტალიელებს, რომლებიც უკვე საუკუნეა ვეღარ გადიან. მაგრამ ერთი ძალიან კარგია ეს ამბავი ისე რომ შენ ხარ საქართველოს ნაკრების ფანების ელჩი. ესე ქვია, როგორ აი რომ დაგვიხასიათოთ რა არის ეგ? ხო, რა არის? ეგ არის, მოკლედ არსებობს ასეთი ორგანიზაცია Football Supporters of Europe, ანუ ევროპის ფეხბურთის გულშემატკივრები, რომელიც არის UEFA-სთან მიბმული ორგანიზაცია. და რამდენიმე წლის წინ ჩემმა უკრაინელმა ძმაკაცმა ოლეგ სოლდატენკომ დამაკავშირა მათთან. იმიტომ რომ საქართველოსდან არავინ არ ყავდათ ასე ვთქვათ რა და დამაკავშირა მათთან და მე რაღაც კონგრესებზე ჩავდიოდი, რომელსაც ისინი აფინანსებენ ევროპული დაფინანსებებით დავდივარ რაღაც იმებში. აგენტიც ხარ. პატარა აგენტიც ვარ. ხო და მაფინანსებენ ხოლმე ჩავდივარ და რა ვიცი სხვადასხვა საკითხებს განვიხილავთ რა არის ბილეთის ფასებზე პრობლემები აქვს ძალიან ბევრს ყოველ იმაზე მწერენ ხოლმე რა რომ აი ყოველ თვე რაღაც კითხვარები არის რა რომ აი გოჩა რა ნუ ყველას უგზავნიან მაგრამ ნუ მე როგორც გოჩა მომდის რომ თქვენთან ბილეთის ფასები როგორია იმაზე ევროპულ ჩემპიონატზე იქ ვიღაცა წუწუნებს რა. სიტყვაზე ბელგიელი წუწუნებს რომ მოიმატა კაცო 22 ევრო გახდა. იქ ვიღაცა პორტუგალიელი წუწუნებს რომ 31 ევრომდე ავიდა. არა, ჩვენთან ნორმალურად. ისე რაღაც. ირონად რომ რავი 1 ევრო გამოდის 3 ლარი, 5 ლარი ზოგან უფასოა საერთოდ. ღია კარები შედი. ხო და უყურე. ამებს წერ ხოლმე რა, რავი. ხო და ნუ მოკეთ რაღაც თემებს გავიხედე. იქ მე მითხრეს რომ არის ეს ასეთი რაღაცა ფანების ელჩი რა. ანუ დიდ ტურნირებზე, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე არის კეთდება ფან საელჩო რა. ხო და ახლა ჩვენ არ ვიყავით აქამდე გასულები და არაფერი ის არ იყო და მოკეთ აი მარტში რო გავედით 2 წლის წინ 26 მარტს რო გავედით მეორე დღეს უკვე მომწერეს რომ გოჩა ფან საელჩო უნდა გააკეთო. ვა ხო კი ბატონო ოკეი რაღაც აკეთიქით
ხო და როგორი რაღაცა იცი? იმ ქალაქებში სადაც თამაში გაქვს, მაგალითად დორტმუნდი, ჰამბურგი, გელზენკირხენი პირველი 3 თამაში ხო ქონდა, ნუ მე როგორ კიონის. პატარა ესეთი რაღაც ჯიხურივით გაქვს, ხო. სადაც დგახარ და წინასწარ აბაზრებს სოციქსელებით, იმით, ამით რაღაცეებით, თქვენი ტელევიზია ძალიან მეხმარებოდა მაგამ ბავში გიორგი დარჯანია და ხო და სხვაებიც კიდე. ხო და მოკლედ ვიპოვე ყველა იმ ქალაქში ადგილობრივი ქართველები რა. აჰა. იმიტომ რომ იმ ქართველებმა უფრო კარგად იციან იქაური ამბები რა და დორტმუნდში 2 ქართველი გოგონა მეხმარებოდა, ჰამბურგში ქართველი ოჯახი ცოლ-ქმარი, სუპერ სასწაული ადამიანები, გელზენკირხენშიც ასე და მე კეონშიც უკვე მე ყველა ერთად ჩამოვიდა. ძალიან კარგ ადგილზე ვქონდა, მაგალითად დორტმუნდში ბანჰოფი ქვია, რკინიგზის სადგური რაც არის, აი მის გადმოსწრივ იყო ჩვენი ისა და ანუ როგორც კი ჩამოვიდოდა ადამიანი დორტმუნდში, ხედავდა რომ აქ საქართველოს დროშა რაღაცა და მოდიოდა და გამარჯობა, გაგიმარჯოს ბატონო გოჩა, სასტუმრომდე როგორ წავიდეთ, სტადიონამდე როგორ წავიდეთ. რავი, ჩავიცვა. ჩანთასად და ხო, რა ფერი ეგეც იყო, მართლა იყო ეკითხებიც. რა ჩავიცვა? ჩანთასად შეიძლება დავტოვოთ, იმიტომ რომ ზოგი ჩამოვიდა თამაშის დღეს. გაიგე და ვეღარ ასწრებდა სასტუმროში მისვლას და რაღაცას და ჩანთასად შეიძლება დავტოვოთ და რაღაც და აი მე აბა იქ დარეგვები ეს და მოკლედ რომ მეგონა რომ ევროპის ჩემპიონატზე რომ გავედი და მორჩა აი ჩემი ოცნება ახლა და ეხა ვისი ამოვნებ ვისი ვიმუშავე იმენ აი გავწდი ამდენი გულშემატკივარი ჩავიდა ძალიან ბევრი 10000-ობით დედასპიცა და ოღონდ ყველას მინდა დიდი მადლობა გადაუხადო და ყველა ძალიან მაგარი ადამიანი იყო აი აბსოლუტურად ყველა აბსოლუტურად რითი გამოირჩევა საქართველოს ფანი აი ბიჭო იმპულსურობით პირველ რიგში შეძახილები რა გვაქვს? ნახე, გვაქვს ძალიან ცოტა. ჩვენთან ახალი დაწყებულია ეგ პონტი რა. გაიგე? ინგლის თუ აქვს მილიონი სიმღერა, ინგლის თუ აქვს ყველა ფეხბურთელზე სიმღერა. ხო. კონსაზე შეიძლება იმღერონ, რაღაცა იმას როჯერსზე. ეხლა ქონდა ოაზისის Wonderwall-ი. Wonderwall-ი ხო თავისთავად, ხო. იმა თუ ძალიან მე ჩვენ ხო ახლა ვიწყებთ რა ამ ყველაფერს რა ჩვენ გვაქვს მერაბის სეფაშვილის უფრო ირმა სოხაძის ტექსტი სეფაშვილის იმით და მოკლედ ხო და ოღონდ მე ვიძახე რომ ძალიან კარგი სიმღერაა ეგ ძალიან კარგი არის აი ძალიან მაგარი ხალხი რასაც აიტაცებს ეგ უკვე კარგია მორჩა ანუ ჩვენ რა ტიპები ვართ ისი თამას მივყვებით რა ანუ ვიღაცას თუ აქვს დალაგებული ეგ ისა რომ ამ დროს ეს უნდა მიმღეროთ ამ დროს ჩვენ მივყვებით თამას და ყველა დეტალი არის რაღაც თამასზე დამოკიდებული აი ძალიან მარტივის რო გითხრა დორტმუნდში რო ქონდა თამაში მე ჰამბურგში ქონდა 4 დღეში ანუ 18-22-26 იყო და 19-20 მქონდა თავისუფალი წავედი დიუსელდორფში რა დიუსელდორფში თამაშობდა უკრაინა და წავედი ამ ჩემს მაკასთან ოლეგ სოლდატენკოსთან წავედი რომ მეთქი გვერდში დაუდგები რაღაცა იმას ვიზავდა თან დიუსელდორფშიც მაკასი მყავს კახა გაბელაია კარგად მოგეცედება ქართული ღვინის ბარი აქვს და შესანიშნავ საქმეს აკეთებს და ყველაფერი და წავედით კახასთან მე და ოლეგი კახამ რაღაც ქართული ღვინო გაგვიხსნა იქ სულგუნი ფხალი რაღაც ქართული ხემსი რაღაცა და კახა ყვება რომ ბიჭო ოლეგას უყვება რა ჩვენ ვაფშე ძალიან უცნაური ხალხი ვართო ქართველებიო რა ანუ აი თამაშის დროს ცოტა სხვანაირად ფანობთო რა მაგალითად აი ბურთი რო ძელს რო მოხვდებაო ხო ხო ყველაო აი აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში აი ძელს მოხვდა ხო და ამოიოხრებს ხოლმეო რა რომ აი ძელს მოხვდა და მარტო საქართველოში არის სადაც ყველა ყვირის შტანგა მართლა ეგრეა ემოცია ეგ არის მაგარა 60,000 კაცი ყვირის შტანგ დავინახეთ ვიცით მაგრამ ნუ აი ჩვენ ხოლმე გამოვხატოთ ეგრე გაგიჟდა ოლეგა დღემდე ყვება მაგ ისტორიებს ხოლმე გულშემატკივრებზე უნდა გითხრა ეს ზოგადად კადრში სულ ჩდება ხოლმე აი მაგალითად კოსტუმიანი ადამიანი რა ეს რაღაცა სპეციალურად რაღაცა კონკრეტული თამაშისთვის იკერავს რაღაცა აი მაგალითად ფარაონები იყვნენ ბევრი კი ბატონო ეგვიპტეზე იქნება ხო აი ხო არა ეგ ყველას აქვს ეხლა მე მაგალითად პირველი ჩემი ეგეთი დიდი ფორუმი ასე ვთქვათ იყო 2016 რა საფრანგეთში რა ლივინგსტონმა გამიშვა მაშინ ერთ-ერთი კომპანიისთვის ვაკეთებდი ერთვიან ლაივებს ლაივები ფოტოები რაღაცები ანუ რეპორტაჟებს თელი ამ ევროპის ჩემპიონატიდან 51 თამაში იყო 10 თამაშზე ვიყავი სხვადასხვა ქალაქებში მთელ ამ საფრანგეთში დავრბოდი გიჟივით ხო და
ამ ფოტოებს ხო ვიღებდი ხოლმე ხა ვიღაცა ძალიან ლამაზი გოგონა, შვედი გოგონა გაიჩნდებოდა რაღაც სასწაულ ფორმაში. ვთხოვდი რომ თუ შეიძლება გადავიღოთ რომ გავაგზავნო რაღაცა ეს და ხედავ მოდის გვირილა. როგორ გვირილა? აი გვირილა მოდის რა. კოსტიუმია გვირილა. კაცი არის ესე მწვანე აცვია და ეს თავზე არის გვირილა რა. კოსტიუმი. ხო, საღალ მამა ჩემის ხრის კაცი არის. ხო და ესე გვირილა არის რა ეს თავი აი ესე აქვს და აი ესე ჩანს დაახლოებით სახე პატარა. ეს ზიაფთია. ხო და მეთქი თუ შეიძლება მეთქი რომ ფოტო გადაგიღოთ ხო და კი გოჩა გადამიღე. ქართველი არა ჩრდილოეთ ირლანდიელი იყო მაგრამ ვიცნობდი. ანუ ლვოვში ჩვენი ფეხბურთის ფანები რომ ვიკრიბებით ხოლმე რა. იქიდან ვიცნობდი რამდენიმე წელი ხვდებოდა და ერთად ვსვავდით ხოლმე რაღაც მაგრამ ბიჭო ამ გვირილაში ვერ ვიცანი. ხო და წარმოიდგინე რაღაცა ლიონში ხარ გვირილა დაინახე და შეიძლება გადაგოთ კი გოჩა გადავიღე. სრული სიგიჟე მქონდა ბაკი ფოტო. ეგეთი ნაცნობი ადამიანი ხშირად შეგხვედრია სიტყვაზე სხვადასხვა სიტუაციაში ანუ ბიჭო ნაცნობები აი იგივე ეს ფეხბურთის გულშემატკივრები შემხვედრიან დავადექი რამდენიმეს ვიცოდი იგივე ჩრდილოეთ ირლანდიელები ისე ირლანდიელები დავადექი იმაზე რაღაცა მაგრამ ყველაზე უცნაური იყო აეროპორტის ამბავი ლიონის აეროპორტში მომივიდა ლიონიდან მივფრინავდი კიევში ზიორ ველოდები და ბიჭო ხედავ რომ წინიდან მოდის ვიღაცა ძალიან ნაცნობი სახე რა თუ ისეთ ასაკოვანი ისიც და შევხედე და ვაიმე მეთქი მამაჩემის ძმაკაცი რა ანუ იმდენად ნაცნობი სახე იყო რომ მეთქი თემურას ვინ არის ხო თემურას ძმაკაცია და ვაიმე მეთქი თემურას ძმაკაცია და ვინ არის და სერ ალექს ფერგიუსონი ფერგიუსონი გაგახსენდა რომ დედას ვიცავარ უცებ აი დედას ვიცავარ აი ვერ მოვისავქე რომ უყურებ და ვა მეთქი რომელია ესა და თემურას მაგაცია და სერ ალექს ფერგიუსონი და წამოხდი ეგრევე ხა მე კი მანჩესტერი გულზე არ მეხატება და მაგან გვიქნა რაც გვიქნა მთელი ეს ისა მაგრამ ცხოვრება გაგიწევს მეთქი ხო და მეთქი ფოტოს გადავიღებ ჩემი მანჩესტერელის მაგაცების ფონში რა რომ გავუგზავნი რაღაც და ხო და გარბის ესა რა და მივარდი მეთქი სერ ალექს ერთი ფოტო მეთქი და არა გეხვეწები აი ოღონდ მართლა ძალიან ზილობიანად ყველა კარჩიო თვითფრინავ აი აფრენილია უკვე და უნდა შევახტე. გაიქცა რა და ესე ვეღარ გადავიღე მამაჩემის ვაკასთან ფოტო. მანჩესტერმა გაგვამწარაო და ამბობ ხა ყველა მიცის მეგობრი საქართველოში შენ ხარ ლივერპულის ძალიან დიდი გულშემატკივარი. თუ დადიოდი ლივერპულის თამაშებზე. აი მაგალითად ლივერპულის თამაშებზე ლიგან ხო და აი რახი გეტყვი ხა ლივერპულის ერთხელ ვარ ინგლისში ნამყოფი 2008-ში ლივერპულის თამაშზე. კლასის თამაში იყო, მაშინ ლუთონ თაუნს ხვდებოდა. ხო და ოღონდ და დანარჩენი ვარ ევროპაში, ბრიტანეთის ვიზის ამბავი ხა ცოტა ის არის რა პრობლემაა რაღაცა და ლივერპულის თამაშზე ვარ ნამყოფი თურქეთში. ხო, თურქეთი. თურქეთში ზოგადად ჩემი პირველი წასვლა იყო ნაკრებზე წავედი თურქეთში. ხო, ჩვენ ნაკრებში. ხო. ტრაბზონში იყო თამაში, თურქეთის საქართველოს. ტრაბზონში. და მაგაზე წავედით. ბიჭები რა, მე დრუპი, შონზო, შვილდაძე, საღინაძე, ჯანელა, ბენე რა, მოკლედ ჩვენი ის რა ქვია, მეგობრები, ხო და წავედით და ყველა ვერ ჩავედით. რაღაც ნაწილი დათვრა ქობულეთში და დარჩა. რა კაი. ხო და ბიჭო, რო გადავდიოდით, მესაზღვრე ნუ და მაშინ თურქეთის ნაკრები, დედისკულა ნაკრები ყავს თურქეთს რა. ხო. რაღაც სოფლიოზე მესამე და რაღაცა ის. მესამე ადგილი რო აიღო მახსოვს. მოკლედ სასწაული ნაკრები ყავთ რა და მესაზღვრე გვეუბნება რომ 3-0-ს მოგიგებთო რა. ნუ კაი, ჩვენ გადავედით ახლა. ნუ გაგამწარათ რა ხო, რა რო აი რაღაცზე მიდიხართ რა, აი 3-0-ს მოგიგე და ჩავედით. ტრაბზონს ჩვენი ადგილები გვაქვს და ნუ გალიაში ვსხედვართ რა, ეგეთი გალია რომ თავს არ დაგვესხდნენ ისინი და დანარჩენი ატმოსფეროა სიგიჟე რო სასწაული ღრიალია. აი თურქეთის სტადიონებზე რა ხდება? ღმერთო და გვიფარე არის გადაგვარჩი. 100-იანმა რო გაიტანა გოლი. ჯანელა ხო იცი? იატიპიცა. გიორგი ჯანელიძე? ხო, გიორგი ჯანელიძე. კაცების. ხო.
როგორი მშვიდი და გაწონასწორებული. ცხოვრება ეგეთია. გოლი რო გავიტანეთ, საღაც პირველ რიგიდან ამოვაცლი ესე გადავარდა წი. სიხარბლისგან. ესე ამოვიყვანათ. ხო და წამოვეთ უკანა გზაზე მოვდივართ. რა დამთავრდა? იმავე ღამეს ერთით დამთავრდა. ხო. იმავე ღამეს მოვდივარ და დახვდა ისევ ის მესაზღვრე რა. თურქეთის ხარსავარ და დრუპი აი უნდა რომ აი 3-0 ხო გითხრა იმამ და დრუპის უნდა რომ უსხას რომ რა 3-0 ერთ-ერთი და თურქული ხო ესე მიადგა და იაგან მეტი ეგეთ ფრაზა ვერა მე იაგან წამოვედი თურქეთში მაგის მერე ვიყავი ტრაბზონში ვიყავი მე ტრაბზონსპორი ლივერპული იყო UEFA-ს თასის თამაში ნუ მაშინ UEFA-ს თასი ერქვა ხო და ზაფხულია აგვისტო და ბიჭებმა დავაი წავიდე და ეს ლივერპულის ფანი 4 თუ 5 ფანი ეს ლივერპულის მაისურებიც აი შეუბლაწონდით ამ ტრაბზონში ხო და მაშინ კაკრას როგორი ამბავი იყო იცი რომ წინა წლებში ბეშიქტაში ლიცის გულშემატკივრებში დაპირისპირება მოხდა თურქებმა 2 ინგლისელი მოკლეს და რაღაც და მოკლედ ძალიან ცუდი ამბავია ამ თურქებს და ინგლისელ გულშემატკივრებს შორის რა და ლივერპულიდან ვინც არის ჩამოსული გულშემატკივარი ისინი დადიან ჩვეულებრივი ფორმებით ანუ ესეაც ვიგეთ აი ეს და ჩვენ აქედან ეს 4 ქართველი ლივერპულის ფორმები ტრაბზონში და ბიჭო და ნელ-ნელა ხო იცი რო დადიხარ და ნელ-ნელა ატყობ რომ ვიღაცა ერთი მოყვება ცოტა ხანში მეორე მოყვება უკან რაღაც და ერთი 60 კაცი მოყვება ბოლოს უკან რა ხო და უკვე სუტბოლში ხარ რა ხო და მივედით ამ სტადიონთან რაღაც ბილეთები საკეთე რაღაც საკეთე და შედივარ და აი აქ უკვე გაგვაჩერეს რომ ვინა ხართო რა თურქებმა რა ასე უკვე ვინა ვართ გულშემატკივრები ვართ ეს და ესე უკვე ვატყობ რომ ამოწყაც ეს გარშემო ძალიან ბევრი თურქი გყავს რა არც თუ ისე კეთილგანწყობილი ხო და რა არის აქ მე რა პონჩი დადიხართ ამ მაისურებით რაღაცებით ესა და კარჩე მე ხო ვიცოდი რომ თად კაი დამოკიდე ვარ ხო და აქედან მქონდა წაღებული ფოტო შოთი დაჩისთან გადაღებული ტრაბზონსპორში თამაშა ხო და ეგრევე აჯიბიდან რო ამოვიღე ფოტო იმენა ეს დაბეჭდილი ფოტო მქონდა წაღებული რა რომ მეთქი შოთი აჩის ძმაკაცი ვარ ძმაო ხო და დედამო აი ნიტუკას ჩემი შვილის ცოცხლებს ვიცავარ ეგრევე მორჩა ყველაფერი აი ტიპებმა დაიჩოქნენ აი მართლა მუხლებზე არ დამდგარან მაგრამ შენ გენაცვალეო ძმაო შენ თუ შოთია დედას ვიცავარ აი მართლა იმხელა ავტორიტეტი აქვს ადამიანის წარმოიდგინე და ხო და შენ თუ შოთიაჩი და მე ერთი მოვიდა ვინც ინგლისურად ცოტა უფრო კარგად აბაგოდა ბიჭო კი ბატონო გავიგეთო და ყველანაირ შედი ძმაო და ვაფშე არანაირი პრობლემა არ გექნება მაგრამო თუ შოთი დაჩეს მაგაცი ხარ ლივერპულს რატო გულშემატკივრა მეთქი ბიჭო ბედის უკუგმართობა ხო ბავშვობიდან რაღაც საკვები აი ეგეთი ამაი და რაღაცა და აი დედას ვიცავ მართლა შოთი აჩის ფოტომ გადაგვარჩინა რა მაგრამ მე ანუ ჩვენ ხო დიდი ხანი ვიცოთ მაგრამ მე ერთმანეთს და ვიცი რომ ნებისმიერ თამაშზე შეგიძლია წახვიდე. აი ნებისმიერ. აი არ არსებობს, აი ფეხბურთი ერქვას. რა ლიგა, რომელი ლიგა, სათამაშო, აი ნებისმიერზე ხარ და წასულ ხარ კიდეც რა და ყველაზე ეგეთი თამაშზე სადა ხარ ევროპაში, აი ყველაზე ნუ საქართველოს ქვედა ლიგების თამაშებს თუ არ ჩავთვლით. რაღაც თამაშებს. ახლა იგივე მალმეოში სადაც ამირჩიეს მე ამ ბორდის წევრად არჩევნები რო იყო შვედეთში მალმეოში იყო არჩევნები მე თამაშს მე წავედით რაღაც შვედეთის მეორე ლიგის თამაშზე ვარ მაგალითად ნამყოფი რომელიც ცოტათი არ მაინტერესებდა მაგრამ ბიჭო მუღამია რა გაიგე ვაფშე სხვა რაღაცა არის რა ხო და კარჩი 1-2 წლის წინ იყო თუ 3 წლის წინ სახში ძალიან შემაწუხეს ჩემებმა რა რომ დედა ჩემი და ბავშვი რაღაცები რომ წადი დაისვენე რა რა მთელი ზაფხული მუშაობდი რაღაც ისე და გადაიწვევი და აღარ ივარგებ და წადი დაისვენე რაღაც და კარჩი გამაგდეს აი მართლა გამაგდეს რა სახლიდან რა და აი ეგრევე დავსერჩე და ახლა რამდენიმე ადგილი მაქვს რაც რისი ნახვაც მინდა რა აი მოსა წიჭკს რო ეძახით ხოლმე მოსანიშნი და ერთ-ერთი მქონდა პრაღა რა
ხო, პრაღა, კაი. ნუ ლუდი მიყვარს ძალიან და პრაღა ისეთი თემაა, ხო და აი ავიღე ბილეთი მეორე დღეზე რა და წავედი პრაღაში. მარტო ვარ რა. ჩავედი პრაღაში ჯერ სასწაული დახვდა გეი აღლუმები და რაღაცები იყო. რო ჩავედი მე და გათხოვილი კაცები. ხო, სასწაული მსვლელობები და ისინი ქონდათ რაღა. როგორი მსვლელობა ქონდათ, იცი? ჩამწკრივებულები იყვნენ ესე. ძალიან საყვარელი ხალხი, ჯიგრები, იმენ, აი ერთობოდნენ, თავის პოჩი ერთობოდნენ, რავი, რა სერჩიერი, აი არ ვიცი. თავის როგორც კომპანიების მიხედვით იყვნენ დალაგებულები რა. ანუ აი ხა რო იყოს რომ ვთქვათ, სპარის გეები, ნიკორას გეები, გორგიას გეები და აი ეგეთი მსვლელობა იყო. სუპერი, გასო, ღეროდნენ ო, იქაური კომპანიები. ხო, ნუ იქაური კომპანიები. აქ რო არ მიიღო. არა, სპარი იქაც იყო, მე მგონი. ხოდა, ნუ ის არის რა ქვია. ხო, მოკლედ აი ძალიან ის იყო რა, ძალიან მხიარულება იყო მოკლედ. პირველი დრო ჩავედი ეგ დამხვდა რა. ხოდა, ნუ ახლა წავედი მე ჩემპიონში წავედი რაღაც ლუდები და მოგიჭრის ამაზე და გიდებს იმედი. ამიდონ გასო. ვიღავ დავინახე. ო. ვისაც ერთი გეი არ ყავს დანახული იმის დედას. კაი. ხოდა ნუ რავი და სადაც ხოდა სასტუმრო იმიცი დადიოდნენ. ხო ის ტიპი რო არის ჩემი ბედის დედა. ხო. ნუ აი პონტი იყო რა, ნუ აღლუმი იყო და დანახული ვისაც არა. ხოდა ნუ წავედი ჩემპიონში ხა ლუდსახარშები უნდა მენახა რაღაც სხვადასხვა ლუდები ესენი ისინი. ძალიან მაგარი ლუდის ბარი მასწავლა ჩემმა დამ. ნუ ეს ლუდსახარშები მოვია რაღაცები და ნუ მინდა რომ ფეხბურთზეც წავიდე ხა რაღაც უცხო ქვეყანაში რო ხარ მე ვასება რომ რაღაც ფეხბურთს წავიდე. თავს ერჩე მეთქი რამე თამაში ხო არ არის აგვისტოა იმიტომ რომ ახალი დაწყებულია სეზონები რაღაც და გაიშთა პრაღაში ბოჰემიასის სლოვაცკოს თამაში. ვინარიან. ხო და სად არის ბოჰემიას ნუ კი ვიცი ხა ორივე გუნდის სახელები ვიცი მაგრამ ბოჰემიას სტადიონი სადაც რაღაც ქალაქ გარეთ რა ცოტა რომელი ლიგა? არ უმაღლესია. კი, როგორც აი ესეთი შუაში რო არიან. რაღაც თამაშები შუაში. წავედი მოკლედ ამ ბოჰემიასის იმაზე რა ქვია. სლოვაცკოზე. ბოჰემიას სლოვაცკოზე წავედი ცოტა ადრე მივედი რომ იქამდე ბარში დავждე ლუდი დავლიო რომ ეხა ბოჰემიასის სლოვაცკოზე ისე ხო არ შევა. და ბარი საკაიფოთ ავარჩიე რა გაგრა სტადიონის წინ იყო და ბოჰემიას მწვანე თეთრი ფერებით არიან რაც ირლანდიურ პონჩი და შემოდიან ეს ტიპები რაღაც ანუ და იქ ყველა ერთმანეთს იცნობს ბიჭო იმიტომ რომ ბოჰემიას თამაზე არავინ არ დადის სხვა ამ ფეხბურთელი ნათესავი ან მთელი ცხოვრება რომ ბავშვობიდან რომ მოყვები და იმას და ვიღაცა კოჩა თანდარაშვილი გაიჩიცა უცხო კაცი ხო და მე ფერები რომ ვახე მე მწვანე ხო უცხო კაცი ვიღაც უცხო კაცი არის შემოსული უბანში თან სტადიონში ჯერ უბანში ვართ მე მწვანე თეთრი ჩავიცვი რა იმიტომ რომ აბათი ფერების მწვანე თეთრია ხო და აბა ვინახარ რაღაც აი მეთქი ესე პრაღაში ჩამოვედი და მეთქი პრაღაში რო ჩამოდიხარ მე ეგრე მგონია მეთქი რომ პირველი ბოჰემიასის თამაში თუ არა პრაღაში მეტი რა უნდა ნახო რა გაქვს სხვა ეგენაცვალებე და აბა ლუდები და აბა ვახტანგურები და მოკლედ შევედი უყურე იქ აბა იქ სტადიონის სიგიჟე აი ბიჭო პატარა სტადიონი ძალიან რა მაგრამ აი ოჯახებით მოდი ბავშვები დარბიან სტეიკები იწובה ჰოთ-დოგები რაღაცეები იქ თავის ჩამოსასხმელუდები ყველას თავის პერსონალური ჭიქა აქვს რაღაცა და იქ ვიღაცებთან საუბრები რომ აი ბიჭო რას ფიქრობო ხა წინა ორი თამაშიო ეს ჩვენი ნახევარი რავი მეთქი აი რა წინა ორი თამაშიო ხოდა მოკლედ აი თელი ეს ამბები აი ძალიან კაი დრო ვატარე წამოვედი მორჩა თამაში მოვიგეთ ბოჰემიასმა წავედ ქალაქის ცენტრში რომ რაღაც დავждები ახლა მეთქი კიდე შევჭამ ღამე რა შევჭამ დავლევ რაღაცა კიდე ახალს ვნახავ ხო და ბიჭო ის არის რა ქვია ხო დავინახე რომ გაიარა ერთი ორმა ტიპმა გაიარა კოპენჰაგენის მაისურები აცვიათ რა მეთქი ნუ დანიელი ტურისტები არიან მე კოპენჰაგენის ფანები მყავს მაგაცები რა დანიელები
ცოტა ხანში გავიგე კიდე ვიღაცები გაჩნდა. ერლინგას ვწერა ჩემ დანიელს ბაკას რომ ერლინგ მეთქი რა ხდება პრაღაში რატო არიან კოპენჰაგენში? ბიჭო, ჩემპიონთა ლიგის თამაში გვაქვს. მე წარმოიდგინე. აი მართლა ძალიან ვის აი იქ ჩემპიონთა ლიგაზე ეგრე ვერ ისიამამდე როგორც იქ აი ოჯახურ გარემოში და იმაში. ოჯახში თამაშობდა ფეხბურთს. არა, ის გიჟე იყო. ესე იგი, ბოლოსკენ რა მოვიფიქრე იცი გოჩა? ჩვენ გქონდა ახალგაზრდობაში ცოცხალი შოუ ესეთი გადაცემა, ხო? მე სანამ მოხვიდოდი გადაცემაში, გითხარი რომ მოდი ეს რუბრიკა გავაკეთოთ. ხო და შენი ტექსტები მოიფიქრე, მე ჩემ ტექსტებს მოვიფიქრებ. ანუ ეს არის იმპროვიზირებული სიმღერა, იმპროვიზაცია რა. ოღონდ ფეხბურთზე რო გავაკეთოთ. ახლა მე შენ შეგიძლია, რა ქვია, მაკრიტიკო თუნდაც საფრანგეთზე. ნუ მე შეიძლება ინგლისზე ცოტა გაცკიდა ეს ხელი გასვა. მაგამ ბავშვი. ხო, ოღონდ ეს არის მუსიკალური ნომერია, ბართალე ბენდი არა კოსმარა, თამუნა ისევ ჩვენთან. ეკვინა, მაგან დამაწყებინა სიმღერა მე. ხო და მოდი თამუნა. აი ეს სინთეზატორზე დაიწყებს ლეკვი. ხო საუკეთესო ვიყავი, აი მუსიკალურ ნომრები. ყველაზე კარგი იყავი გოჩა. ყველაზე მაგარი. ყველაზე სასაცილოდ ამთავრებდი ხოლმე კომპლიმენტებს. ვერ ვარ ისეთი როგორ თქვა ისე ომარკეთ, მაგრამ მე მგონი რა ნორმალ. შობლიური დი. მე და სტივარდეს რაღაცა ეგარი ხო? ვინ დაიწყე? მე მე ვიწყებ თუ შენ? მე დავიწყებ. დიდი დაიწყე. ხო, არგენტინამ ეს რა გიქნათ, ეს რა ვნახე წუხელი, მთელ ბრიტანეთს გუშინ თავზე დაახურა ტუხელი. აი, რედისმი რაღაც აჯდება. კი ბატონო. ინგლის გულშემატკივრობდი, სუნთქვა მქონდა ჩქარიო, კეინ ცოტა აუჩქარე, ჰარი ბიჭო, ჰარი. აი, სისულელები. კი ბატონო. ინგლის ნუ გადაყოლებთ ერთ წაგებულ თამაშსო, სამაგიეროდ აჯობეს პანამას და განასო. შეხორასაბუ. დაწყება იგივენაერი მაქვს და. კი ბატონო. ინგლის გულშემატკივრობდი, ჩაიძირა ჩვენი გემი, რადგან მესიმ გამოისვა კეინი და ბელინგე. არა, ვიწყა იყოს. ეგრე იყო და. ასე დარჩა ბელინგემი, ტიტულ მოუგებელი, ბუკინგებში ვეღარ შევაკიბე უყუდებელი. ესპანეთმა შესაფრანგეთს ბურთი გადაატენა, მატჩის მერე თურმე ტესტმა 2 ხაზი აჩვენა. კაია. ესპანეთის საწადელი როგორც იქნა ახდა, 3 დღის წინ იამალი 19 წლის გახდა. ესპანეთთან გამარჯვება მეტის მეტად ძნელია, მარცხნივ უდგათ იამალი, მარჯვნივ კუკურელია, როდლი მართლა მაგარია, პედრო პორო უღირსი, ცენტრში უდგათ ფაბიანი, რუისი და უღირსი. რუისი და ურპრიზი გაიგო. კაია, მადლობა თამუნა. მადლობა. გოჩა ძალიან დიდი მადლობა მოხვედი. ჩვენთან გადაცემა არაჩვეულებრივი საღამო გამოგვივიდა. წარმატებები მინდა გისურვო ყველაფერში, ასევე უსურვო მინდა ჩვენს საქართველოს ნაკრებსაც მინდა უსურვო, იმიტომ რომ შემდეგ სოფლიო ჩემპიონატზე იქნება ჩვენც კი. გავიდეთ აუცილებლად. ეს იმედი მაქვს რომ უნდა გავიდეთ ის რაღაცეები რომ წეხლა გავიდეთ. ძირფას ტელემაყურებლო, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო გოჩა თანდარაშვილი. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი.